თბილისის საკრებულოს სამაჟორიტარ დეპუტატს უფლებამოსილებას შეუწყდა. ამ შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს რიგარეშეს ხდომაზე იქნა მიღებული. ნინო გოგუაძემ, ირაკლი აბუსელიძემ და ბექა ნაცვლიშვილმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით საკრებულოს დღეს მიმართეს. საკრებულოს სამი წევრი ქართულმა ოცნებამ თბილისის სხვადასხვა ოლქებში მაჟორიტარ კანდიდატებად წარადგინა. მათ ძალიან დიდი ნდობა გამოეცხადათ. ბუნებრივია, რომ უფრო ფართო მასშტაბით გამოხატავენ ისინი თავიანთი ამომრჩევლების ნებას და თავისთავად ცხადია, რომ თავიანთი კეთილსინდისიერებით, თავიანთი აგრეთვე პატიოსნებით ისინი მოემსახურებიან ჩვენ სახელმწიფოს. მივმართე, იმიტომ რომ არ დარჩეს გლდანის ლუწი მიკრორაიონების ამომრჩევლები თავიანთი წარმომადგენლის გარეშე თბილისის საკრებულოში. ყოველდღიური საქმიანობაში, ყოველდღიური პრობლემებში, რაც მათ ჭირდებათ და რაზეც ძირითადად მომართავდნენ ხოლმე, აი ამ საკითხებში მათ ყავდათ ახალი ადამიანი. საკრებულოს სამი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში თუ კი თავიდან არ იქნება არჩეული ახალი წევრები, საკრებულო დგება მუშაობის პარალიზების საფრთხის წინაშე. დღეს საკრებულოს უმრავლესობა შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ 29 დეპუტატით და 26 დეპუტატის არსებობის შემთხვევაში უკვე კვორუმის შეკრებაც კი გაჭირდება.